მხოლოდ 5% მთელი სამყაროსი არის ის, რაც ჩვენ ვიცით და ხილულია. დანარჩენი 95% დაახლოებით რასაკვირველია, არის ის სუბსტანცია, რომელიც არის უხილავი. უხილავი და ხილული სამყარო. აი, რა არის ეს უხილავი და ხილული სამყაროს კვლევა საერთოდ? არის არაპირდაპირი მინიშნებები, პირდაპირი, რომელიც გვეუბნება, რომ იმის გარდა, რაც ჩვენს მიერ არის ხილული, არის ისეთი სუბსტანციები, რომელიც ჯერჯერობით უხილავი არის, ხანდახან უწოდებენ მათ ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას და როგორც ირკვევა, აი ეს ერთობლიობაში ბნელი მატერია და ბნელი ენერგია გაცილებით დომინანტურ და დიდ ნაწილს ადგენს ჩვენი სამყაროსი, ვიდრე ხილული, ხო? აი ხა მაგალითად ვიზუალურად ჩვენ თუ გამოვხატავთ აი თქვათ წრეზე, ხო? და პროცენტებით სექტორებად მოვნიშნავთ რამდენი ნაწილი არის ის ხილული, რაც ჩვენ ვიცით და რამდენი არის უხილავი, ეს პერსპექტიულად, ეს სურათი შეიძლება ძალიან პერსპექტიულად არ მოგვეჩვენოს, იმიტომ რომ